და პირველი მებრძოლი ნიჰად გულიევ. თავარი ბრძოლაც იწყება და გამოდის აზერბაიჯანელი მებრძოლი ნიჰად გულიევი, რომელსაც კარიერაში 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული, ორივეგან შეძლო მან გამარჯვების მოპოვება და აქვს ისევ დაუმარცხებლის სტატუსი. მას ახასიათებს გაცვლებში შეცვლა აქ ძიმე ხელები, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ მისი ჭიდაობა, რადგან მან მის წარსულ ორთაბრძოლებში გვაჩვენა, რომ აშკარად ანგარიშ გასაწევი ძალა აქვს ჭიდაობაში. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ძალიან დაბალანსებული მებრძოლია. დღეს ნიჰადის მეტოქეა გოგა ქისტაური. გოგა ქისტაური. გოგაც ასევე ძალიან დაბალანსებული მებრძოლია, რომელსაც მეტოქის დამარცხება არტერშიც და ფეხზე შეუძლია. ის ახალგაზრდა და პერსპექტიულია. მან ბოლო ორთაბრძოლა ავსტრიაში ჩაატარა, სადაც მეტოქე ორჰენდით 25 წამში დათიშა. ხო, თვლი რომ ეს ბრძოლა ძალიან მალე. აპლოდისმენტებით შევხვდეთ გოგას. თუ გოგას მაშასე მეგობრებო, თქვენ თვალწინაშია ამ საღამოს მთავარი ბრძოლა და მებრძოლი ჩემგან ხელმარცხნივ ნიჰად გულიევ არის 22 წლის, იწონის 70 კილოგრამს, ნიჰადის სიმაღლეა 180 სანტიმეტრი და მას პროფესიონალურ შერეულ ორთაბრძოლებში აქვს უკვე ბრძოლა ჩატარებული, რომელიც გამარჯვებით დაამთავრა. მისი რეკორდია 1-0-ზე. ნიჰად გულიევ მეგობრებო. ნიჰადის მეტოქე ჩემგან ხელმარჯვნივ გოგა ქისტაური. გოგა არის 25 წლის, იწონის 70 კილოგრამს. გოგას სიმაღლეა 181 სანტიმეტრი, ხოლო გოგას რეკორდი პროფესიონალურ MMA-ში 2 გამარჯვება, მხოლოდ 1 მარცხი. გოგა ქისტაური! Guys, listen to my commands, don't break the rules, take your hands to the corners. იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა და ვნახოთ, თავიდანვე გამოჩნდება ამ ბრძოლების გეგმა თუ რა იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად. იმიტომ რომ ორივეს პარტერშიც და დგომშიც შეუძლია ბრძოლის ჩატარება. გოგა ჯერ სვერავენ. აი ეს სტარტმა ძალიან ძლიერი იყო, გოგა ფეინტებს კარგად იყენებს, რასაც რეაგირებს და აი გამოჩნდა, რომ ნიჰადის ჭიდაობა არის ერთ-ერთი მთავარი ძალა. ნახოთ, რას უპასუხებს გოგა ქისტაური მის ჭიდაობას. იმიტომ რომ გოგა ქისტაურის ჭიდაობაც საკმაოდ კარგია და ვერ ჩავთვლით, რომ ამ ასპექტში შეიძლება რომელიმე მებრძოლმა დიდი უპირატესობა მოიპოვოს. უკეთეს პოზიციაში უნდა მისვლა გოგას, საიდანაც წამოდგომა შეძლებს, მაგრამ რა თქმა უნდა გულიევი არასდროს მოგისაშა. კი, გულიევი უპირატეს პოზიციაში არის, ახერხებს დარტყმების გატარებას. ეს ყველაფერი ხდება ქისტაურის კუთხესთან. აქედან გამომდინარე ქისტაური იღებს მითითებებს მისი კუთხისგან ახლოდან და შეეცდება, რომ ამ პოზიციიდან გამოძრომა შეძლოს. აი გარჩი ცდილობდა გადასვლას, თუმცა ნიჰადმა შეძლო ადაპტირება და იგივე პოზიციაში დაბრუნება. აი გოგა ნიჰადის მეორე ფეხის დაფიქსირებას ცდილობს და აი აქ ეს დარტყმები უკვე მაღალი ინტენსივობით გადის და საჭირო არის რომ ქისტაურმა ეს დარტყმები არ გაატაროს და თავი დაიცვას. ეხლა საბმიშენის დიდი რისკი არის.
ხრის სამკუთხედის შეკვრას ცდილობს და ძალიან ახლოს არის სხვათა შორის. თუმცა პოზიციის გაუმჯობესება დაჭირდება ნიჰაც იმისთვის, რომ ეს საბმიშენი დაასრულოს. აი პოზიციის ეს გაუმჯობესება არის ის რაც ჭირდებოდა და ძალიან ახლოს არის შეკრულია და სავარაუდოდ დასრულდება და დასრულდა კიდეც. მალე მორჩა ბრძოლა, მაგრამ ისე არა როგორც ჩვენ ველოდით და ხო, აშკარა არის, რომ ქისტაურმა ცადა რომდე გაეძლო, თუმცა აი ეს პოზიციის გაუმჯობესება აღმოჩნდა ფაქტორი. პირველი მცდელობაზე სამწუხაროდ როგორც წინა ივენტში იმის მიხედავად რომ ფრიად მოულოდნელი და თუმაშა ასე ამ ბრძოლაში საბმიშენით მახრჩობელაილეთით გამარჯვებულია ნიჰად გულიევ. მიულოცოთ ნიჰადულიევს ეს გამარჯვება. საინტერესო მებრძოლი დაემატა ჩვენ 70 კილოგრამ კატეგორიას. და დამარცხებულიც დარჩა.